მას შემდეგ რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა პროევროპული საპროტესტო აქციების დაკავებული 8 პირის საქმეზე საბოლოო განაჩენი. საპროტესტო აქცია იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და შენობის გარეთა პერიმეტრზე, სადაც სხვადასხვა შეძახილით ისინი ამხნევებენ როგორც პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულ პირებს, ასევე მათ ოჯახების წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, ყველა იმ პირს, რომელიც დადიოდა ამ სასამართლოს ხდომების და საქმის განხილვის ფარგლებში, აი ამ შენობაში, საქალაქო სასამართლოს შენობაში ამ თვეების განმავლობაში. საქმე გადაკვალიფიცირდა 225-დან 226 მუხლზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა, მიუხედავად იმისა, რომ 226 მუხლიც ითვალისწინებს ჯგუფურობის ნაწილს, ჯგუფურ მოქმედებას, რამაც გამოიწვია სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება, ან ვინმეს დაზარალება, ჯანმრთელობის დაზიანება, სასჯელი არის შემსუბუქებული. თუ კი ზვია ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასკაძეს, რომლებსაც პროკურატურა მთელი ამ თვეების განმავლობაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის თანახმად და ეს სასჯელის სახით ითვალისწინებდა 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ შემთხვევაში სასჯელი შემცირდა და 2 წლით და 6 თვით განისაზღვრა, რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ასევე დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდები, დანარჩენ 5 პირს ასევე გადაუკვალიფიცირდა სასჯელი და 226 მუხლის შესაბამისად სასჯელი განისაზღვრა 2 წლის თავისუფლების აღკვეთის ვადით. მას შემდეგ, რაც სასჯელი გამოცხადა, განაჩენი გამოცხადა, აქ შეკრებილები არიან აქციის მონაწილეები, შეკრებილები არიან როგორც პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები, ასევე ოჯახების წევრები, ბრალდებულთა, დაკავებულთა ოჯახების წევრები, მათი მხარდამჭერები, გაშლილი აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშა, ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ. თავად ადვოკატები, რომლებიც ევრონის ჯორჯიამ და მედია საშუალებებმა ჩავწერეთ, ისინი ამბობენ, რომ არ ელოდნენ გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილებას, ვიდრე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გამოაცხადებდა განაჩენს, მან რამდენიმე სასამართლო პრაქტიკაც წაიკითხა, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მსგავს საქმეებზე და მანამდე კი მიმოიხილა ყველა ის ოქმი, მტკიცებულება თუ ჩვენება, რაც იყო წარმოდგენილი მთელი ამ 8 თვენახევრის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არის უკანონო და უსამართლო, ვინაიდან ამ საქმეზე უნდა ყოფილიყო ერთადერთი გადაწყვეტილება დამდგარი, ეს არის გამომართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ნებისმიერი გამომწყობებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, ეს მინიმალური სტანდარტი ვერ იქნა დაკმაყოფილებული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ არის ის უკანონო და უსამართლო. გადაკვალიფიცირდა 226 მუხლის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ანუ მოქმედების ორგანიზება, სახეზეა ორგანიზება, მაგრამ მოქმედების ორგანიზება. აი ამ ნაწილშიც კი ვერ დგინდება ვეფხე კასკაძის ვერანაირი ქმედება, რომ რაიმე ქმედებას, მოქმედებას უწევდა ეს ადამიანი ორგანიზებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები ფიზიკურად არ იყო გონიურულეს მიღმა სტანდარტით, სასამართლომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ვერ ცნო ზვია ცეცხლაძე, ვეფხია კასკაძე, ვასილ კაძელაშვილი და წარმოდგენილი სხვა დანარჩენი 5 ახალგაზრდა დამნაშავედ და გარკვეულწილად კომპრომისული გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ. სასჯელის შემსუბუქების ხარჯზე ბრალდებულები ცნო დამნაშავედ. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რადგან მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამობაში მოდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259 მუხლთან, საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ფუნდამენტურად აღიარებულ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობასთან. ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილების განაჩენის ჩაბარების შემდეგ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს, კანონით გათვალისწინებულს ბუნებრივია და გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ ვადაში ზვია ცეცხლაძის გამამტყუნებელ განაჩენს. მაყურებელმა მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია, რაც შეეხება ბრალდების მხარეს პროკურორებს ვაჟათოდიას და ვახტანგ ცალუღელაშვილს. მათ ოფიციალური კომენტარი არც ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ არ გაუკეთებიათ და პრინციპში მედიას მხოლოდ 1-2 შემთხვევა ახსენდება, რაც მთელი ეს საქმე განიხილება სასამართლო შენობაში, როდესაც პროკურორები გამოდიოდნენ მედიასთან კომენტარზე. მოგვიანებით საქართველოს პროკურატურა როგორც სხვა საქმეებზე გააკეთებს სავარაუდო თან განცხადებას ან გაავრცელებს სპეციალურ ვიდეო მიმართვას, რაც შეეხება ადვოკატების გეგმებს, ისინი ამბობენ, რომ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ ისინი გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში და თუ საჭირო იქნება საქმე სტრასბურგის სასამართლომდეც მივა, როგორც ისინი ამბობენ.